ვახო, იწყება ყველიერის კვირა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ მენიუში სუსტადაც რძის პროდუქტზე გაგვეკეთებინა აქცენტი. მოდი მოვამზადოთ წვნიანი, სადაც იქნება ძალიან ბევრი რძე, ნაღები და ბოსტნეული. ბოსტნეული საინტერესო ავირჩიეთ, არის წითელი, ტკბილი კარტოფილი, რომელიც დიდია და მთლიანად არ მჭირდება. ნახევარს გამოვიყენებ. ეს იქნება უფრო რაღაც სუბუქი წვნიანი იქნება, თუმცა ძალიან გაჯერებული ვიტამინებით. ნახევარი ტკბილი კარტოფილი, არომატული კარტოფილია, ტკბილია თან. დავჭრი კუბიკებად, პატარა კუბიკებად, ისე რომ კარგად მოითუშოს. თან მე მგონი შენ სპეციალურ რაღაცას აკეთებ ხო რძის და ნაღების სოუსს. ანუ ცოტათი ბლანტი წვნიანი გვექნება, ანუ ისპანახს მოვშუშავთ თავიდანვე, ცოტა რძესთან და ნაღებთან ერთად და ცალკე დავაბლენდერებთ და შემდეგ უკვე აი მოთუშულ გემრიელ ბოსტნეულს შეურევთ და ერთხელ წამოვადუღებთ. იქნება უგემრიელესი, როგორც ვახო თქვა, ვიტამინებით გაჯერებული და ძალიან თემატური პრინციპში. ხო, პრინციპში ბულიონის მაგივრად ვიყენებთ რძეს და ნაღებს სპანახთან ერთად, ხო? ნახევარი წითელი ტკბილი კარტოფილი დავჭრით პატარა კუბებად. მეც პრინციპში უკვე შემიძლია ისპანახის მოთუშვა დავიწყო, ხო? ავანთოთ ცეცხლი, დაგჭირდება სულ ცოტა ზეთი. ბევრ ცხიმს არ ვიყენებ, რადგანაც საკმაოდ ცხიმიანი იქნება ნაღების და რძის გამო. მეც ავანთებ ცეცხლს. ცოტა ცხიმი. დაახლოებით 10 მლ ბევრი არ გვინდა. გავაგრძელებ კარტოფილის ჭრას. კარტოფილი სასურველია ესეთი პატარებად იყოს. ნახევარი კარტოფილი აბსოლუტურად საკმარისია, ნახეთ რა კარგი ფერი აქვს. ჩავყრე ყვავში უკვე. შემდეგი ბოსტნეული იქნება ყაბაყი. ყაბაყი ძალიან მიყვარს, ყაბაყი არის უგემრიელესი. უბრალოდ ნიორთან შემწვარიც კი ძალიან მიყვარს. კი, მეც. წვნიანებში მით უმეტეს. დაახლოებით ესეთი 3 ცალი მეყოფა, ხო? მოდი ჯერ 2 ცალს დავჭრი ჯერ. ზუსტად იგივენაირად, იგივე ზომის კუბებად დავჭრი, როგორიც არის კარტოფილი. ყველაფერი იქნება ერთი ზომის, ამიტომ უფრო მარტივი იქნება ამ სუპის ჭამა. ხახს, აი ესე უხეშად ჩავჭრი. რადგანაც ამ ყველაფერს ისედაც დავაბლენდერებ, გახურებულ ტაფაზე გადავიტანოთ. აქაც ჩავყრი. ყვავში ბულგარულს გავასუფთავებ თესლისგან და ზუსტად იგივენაირად დავჭრი კუბებად. მოვშუშოთ ოდნავ ხახვი, ისე რომ გაიშალოს. ისპანახი ნახევარი კონა, მხოლოდ ფოთლები ძირების გარეშე. დავჭრათ, რომ მარტივად მოითუშოს და გადავიტანოთ ტაფაზე. ხახვი გავუკეთე ხო მაგრამ? მოდი მაშინ მე ხახვს აღარ გავუკეთებ. დავიღებ 2 ნიორს. და ასე წვრილად დავჭრი. მაინც რძის პროდუქტი არის მთავარი ინგრედიენტი. მინდა რომ უფრო გემრიელი იყოს, აი ჭამისას ხო იცი. ნიორი ისპანახი კარგია. თან რო იხარშება ეს ნიორი უფრო რბილდება და უფრო გემრიელი ხდება. 2 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი. ჩავყრი. ცოტა პაპრიკას გავუკეთებ აქვე. ცოტა ორეგანო, წითელი დაღრიღილი წიწაკა და კარგად ამოურებ. დავბრა წავ მოვშუშავ, ანუ უფრო გემრიელი რო გახდეს, აი ყველა ინგრედიენტს თავისი გემო რომ იწეს და კარგად აირიოს, ხო? კი. ეს იქნება ძალიან გემრიელი რძის პროდუქტის წვნიანი. დავუმატოთ ნაღები ახლა. დაჭირდება დაახლოებით 300 მლ, ზე 200 მლ. ბევრი რძის პროდუქტი. კი. ცოტა მარილი. ეგ უნდა დავაბლენდეროთ, ხო? კი, აუცილებლად ამას დავაბლენდერებ. ისპანახის მასა უკვე მზად არის, გამორთოთ. დამჭირდება ბლენდერი, გადმოვიტანოთ სითხე. ძალიან კარგი არომატი აქვს და დავიწყოთ დაბლენდერება. ნახე როგორი კარგი ფერი მიიღო. ამას შემდეგ სულ ცოტა წყალსაც დავუმატებთ და უკვე ბოსტნეულთან ერთად წამოვადუღებთ. მზად არის. მშვენიერი ფერებია.
ძალიან ბევრი ბოსტნეული გვაქვს თანაც ამ ყველაფერთან, აი ამ ნაღებთან და რძესთან ერთად კარგად გაუჯდება აი ამ უგემრიელესი და ფერადი ბოსტნეულის არომატები. ნახე. ძალიან კარგია. წვნიანს კიდევ შეიძლება 15-20 წუთი რომ მოიხარშოს, კიდევ იმიტომ კარტოფილი აქვს, ასე კარგია. როგორც კი დარბილდება კარტოფილი, წვნიანი მზად არის. წვნიანი უკვე კარგად მოიხარშა, მზად არის. თან ძალიან სქელი და კრემსუპი არ მოვამზადეთ. გვინდოდა რომ სუბუქი იყოს მიუხედავად იმისა, რომ ნაღები აქვს, რძე აქვს, მაგრამ მაინც გავანეიტრალეთ ბევრი ბოსტნეულით და ისპანახით. მოდი ამას კიდევ ერთი რძის პროდუქტი დავუმატოთ. ეს იქნება თხევადი ყველი. ცოტა პაპრიკა ფერისთვის. შვენიერია. გვაქვს არომატული, ფერადი, ბევრი რძის და ბევრნაირი რძის პროდუქტით მომზადებული უგემრიელესი წვნიანი. სამი რძის პროდუქტი, ნაღები, რძე, თხევადი ყველი. ყველა ბოსტნეულს მოუხდება. ძალიან გემრიელია. ძირითადი კერძი, ეს ნამდვილად რძის პროდუქტების კერძია, არაჟანი, თხევადი ყველი, ნაღები, რძე, 4 სხვადასხვანაირი რძის პროდუქტია და დანარჩენი ბოსტნეული და რაც მთავარია, თევზი ექნება. არის ძალიან მარტივი, ძალიან გავს სხვათა შორის სტროგონოვს. მზადდება სოკოთი, აქ ძალიან ბევრი რძის პროდუქტი. სოკოს გამოვიყენებ დაახლოებით 300 გრამს. პრინციპში ჩვენ ვამზადებთ თევზის სტროგონოვს, ხო? გავს იმითი, რომ არაჟანს რძესთან და ფქვილთან ერთად გავხსნით, იქნება ბლანტი соуსი, ექნება სოკო, ხოლო ხორცის მაგივრად ჩვენ დავუმატებთ თევზს. მე ცეცხლს ავანთებ. დავასხავ ზეთს, ზეთი ბევრი არ გვინდა, დაახლოებით 30 მილილიტრი და დავიწყებ სოკოს ჭრას. სანამ ვახო ბოლომდე დაჭრის სოკოს, მეც უკვე მოგიმზადებ ხავხს და ნიორს. გვაქვს წითელი ხახვი. სოკო სპეციალურად ავიღე 300 გრამი. სოკოს თვისება აქვს, რომ გამოუშვოს თავისი წვენი, დაპატარავდება. მაგიტომაც არ ვხეხავ ან წვრილად არ ვჭრი. სოკო ჩავჭერი, შემიძლია უკვე ტაფაში მოვათავსო. შემიძლია უკვე გადავიდე თევზის დამუშავებაზე, უფრო გემრიელი რომ გამოვიდეს, ავირჩიეთ ორაგული. დაახლოებით 350 გრამი ორაგული. თავისი ცხიმიც აქვს, კარგად ორაგულს. არომატული იქნება. ხო, საკმაოდ ნოყიერი სადილი გამოგვივა. ხახვი დავჭერი, დაახლოებით 2 პატარა ზომის წითელი ხახვი დაგჭირდება და 2 კბილი ნიორი. სხვადასხვა დამახასიათებელია ასევე სტროგონოვისთვის ბევრი შავი პილპილი. ძირითადად, ხო, უფრო ცოტათი ნაცრისფერიც კი გამოდის ხოლმე соуსი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამჯერად ჩვენ გადავახალისებთ. დავიწყებ соуსისთვის ბაზის მომზადებას. მაქვს ფქვილი, 2-3 სუფრისკოვი ფქვილი. დავუმატოთ ცოტა წყალი, ჯერ ცოტა წყალთან ერთად გავხსნათ. სივი წყალი აუცილებლად დაახლოებით 100 მილილიტრი. ეს ნახე რა კარგად დაიბრატა თამთა უკვე. ეხლა დროა უკვე მოვათავსოთ ხახვი და ნიორი. ზემოდან ეგრევე. ხო. მე ეხლა დავუმატებ 100 მილილიტრ ნაღებს. ასევე დაგჭირდება რძე, დაახლოებით 150 მილილიტრი და რა თქმა უნდა არაჟანი 4-5 სუფრისკოვი. უნდა იყოს მომჟაო, არაჟანს რა თქმა უნდა ცოტათი მომჟაო გემოაქვს, რაც ძალიან მოუხდება ამ соуს. ამ რეცეპტში ძალიან მოწევს ის, რომ ვიყენებთ შებოლილ ქაშაკს. გავასუფთავებ. ეს თევზი ძირითადად მიყვარს მე ლუთთან, თუმცა კერძებშიც ძალიან გემრიელია. ხო, აბსოლუტურად შეუცვლის გამას, ანუ გემოზე წაიყვანს შებოლილ გემოზე. დავუმატოთ ახლა პილპილი, ლომად, აი ესე. დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი და ჩემი соуსის ბაზა უკვე მზად არის.
ქაშადი დავჭერი ზუსტად იგივე ზომებით, როგორიც არის ორაგული და მოვათავსებ სოკოს და ხახვიზე ნიორის მაშინ ჩაშუშულში, ხო, ასე ვთქვათ. ამას ახლა სჭირდება უკვე ძირითადი ინგრედიენტი, ეს არის რძის პროდუქტები. მზად მაქვს соуსი. დააკვირდი სისქეს, თუ საჭირო იქნება, კიდევ დავამატებ ან ქვილს, ან რძეს. ამას დიდი ხანი არ სჭირდება, სანამ იხარშება ამასობაში მე დავჭერ კიდევ ერთ ბოსტნეულს, 70 გრამი ბროკოლი. უბრალოდ ფერი რომ მივცეთ, ხო? ხოლო რბილ ნაწილს ვაჭრით. დავუმატებ ერთს. ზუსტად იგივენაირად როგორც შავი პილპილი აქვს წერტილები, ისევე აქვს ბროკოლის წერტილები. ეს თითქმის მზად არის, ამას სჭირდება კიდევ ერთი რძის პროდუქტი, ეს არის თხევადი ყველი, უფრო გემრიელი, უფრო დიდარი რო გახდეს, ხო? კი. ვეღარ ჩევდა. გავხსნი ამ ყველს. შეგვიძლია უკვე გამოვთოთ კიდევაც. ყველი ჯაყარი დაახლოებით 60 გრამი და აი ამ ცხელ ნახრაში თვითონვე უკვე ჩადნება. ეს კერძი უხდება ნებისმიერ გარნირს, ბრინჯი, სპაგეტი, კუსკუსი. კარტოფილიც კი. კარტოფილი, წიწიბურა, ნებისმიერი. კერძი მზად არის. გავასერვიროთ, ხო? რა თქმა უნდა. ბევრი თევზი და უფრო მეტი რძის პროდუქტი. კაპერსი. კაპერსი. შვენიერი. ამის გასინჯვა ძალიან მინდა. გოზი? როგორია? გადავდივართ ტკბილ ნაწილზე. ვამზადებთ ხაჭოს და ყველის ნამცხვარს, რომელსაც ცომი ცალკე არ სჭირდება და მოუმზადებთ კარამელს ნიგოსთან ერთად. პირველ რიგში უნდა გავაცალკეოთ 3 კვერცხის გული და ცილა. ცილა ცალკე უნდა ამოვიყვანოთ შაქართან ერთად. პრინციპში ეს არის ჩიზკეიკის მეგობარი, რეცეპტი ძალიან გავს. მაგრამ ცოტა სხვანაირად ვამზადებთ ტექნოლოგიურად. ძალიან გემრიელია, მარტივად მზადდება, მით უმეტეს ყველიერის კვირას ზუსტად ესეთი დესერტი სჭირდება და კარამელს, რომელსაც ჩვენით მოვამზადებთ, ბევრად უფრო გემრიელი იქნება. კარგი, ეხლა ავთქვიფავ ცილას. ამასობაში მე ხაჭოს დავაბლენდერებ. ხაჭო გვაქვს 400 გრამი, ცოტა ნაღები. დავუმატოთ ამოყვანილ ცილას 200 გრამი შაქარი. ეს კარგად დაბლენდერდა უკვე. ცხელი მასა გამოვიდა. ცილაც კარგად ამოვთქვიფეთ შაქართან ერთად, აი როგორი მყარი არის, ინარჩუნებს ფორმას. ეხლა უნდა დავუმატოთ კვერცხის გული, რომელიც დაგვრჩა. დავუმატოთ ასევე კრემყველი, ანუ ხაჭოს ყველი, რომელსაც საკმაოდ ნეიტრალური გემო აქვს და ძირითადად ჩიზკეიქებში იყენებენ ხოლმე. დავუმატოთ დაახლოებით 200 გრამი. გავაერთიანოთ ეს მასა და აი ახლა უკვე დამჭირდება ვახოს დაბლენდერებული ხაჭო. დავამატო? კი, გადმოიტანე ნელა-ნელა. ესე იგი 400 გრამი ხაჭო და დაახლოებით 300 მილილიტრი ნაღები. ახლა როგორ შესქევდა? კი. თითქმის მზად არის, ახლა ამ მასას ცოტა ვანილის ესენცია, რა თქმა უნდა, უფრო გემრიელი გამოვიდეს. და დაახლოებით 3-4 სუფრისკოვზი ფქვილი. რო შეიკრას კარგად და უფრო. ხო, რადგანაც ცომის გარეშე ვაცხობთ, უნდა იყოს შემკვრელი მასა. 4 სუფრისკოვზი ფქვილი საკმარისი იქნება, რომ არ დავკარგოთ მაინც ხაჭოს ფაქტურა.
კარგად გავხსნათ თვილი, როგორც კი დავინახავთ, რომ გათანაბრდება მასა, გადავასხათ ფორმაში. მაინც ვფიქრობ, რომ აი ესეთ კვირას ყველაზე კარგი არის ხოლმე აი ესეთი სახლური, გემრიელი დესერტების მომზადება. გადმოვიტანოთ ახლა. საკმარისია. ეს კიდე ამოვა. გადავანაწილოთ. თანაბრად რომ გამოცხვის ხო? კი. შვენიერი მასაა, ფუმფულა, იმიტომ რომ კარგად ამოვიყვანეთ ცილა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც აი ეს ყველანაირი დახმარების, ანუ ცომის ძირის გარეშე ამზადებ ხაჭოს ნამცხვარს, აუცილებელია კარგი მდგრადი მასა რომ მივიღოთ. რა ტემპერატურაზე ვაწყობთ? ვაწყობთ 170 გრადუსზე 35 წუთით. ვიწყებთ კარამელის მომზადებას. დაგჭირდება კარაქი. ყავისფერი შაქარით მომზადებთ, ხო? კი, აუცილებლად. კარაქი 50 გრამი, ყავისფერი შაქარი, დაახლოებით 300 გრამი. დამს ჩვენ მე ზემოდან მოვასხავთ. ნიგოზი, დაახლოებით 150 გრამი და ნაღები. ნაღები დაჭირდება 250 მილილიტრი. ამ მასამ ახლა ერთად უნდა იდუღოს, გამუქდება, თვითონ ნიგოზიც კარამელიზირდება და უგემრიელეს სახლში მომზადებულ კარამელს ნიგოსთან ერთად მივიღებთ. მე ამ ყველაფერს ხაჭოს ნამცხვარს ზემოდან მოვასხავთ. ვადუღოთ 3-4 წუთი და მზად იქნება. ჩვენი ხაჭოს ნამცხვარი ძალიან გავს სუფლეს ფაქტურა აქვს და ამოვიღოთ ფრთხილად ფორმიდან. კარამელიც ნახე, გაგრილდა უკვე, უფრო გასქელდა. ხო, ამასად. თამ შემაყვარა კბილეული. შვენიერი კარამელი. თანაც გაიჟღინთება. უნდა. შვენიერი. ძალიან ლამაზი. აუ, ნახე რა ფაფუკია. ჯერ თბილია თანაც. ძალიან ჰაეროვანია. პირშიდება. ძალიან გავს სუფლეს. სუბუქი, ყველანაირი ცომის გარეშე. ბევრი კარამელით, ეს აუცილებლად უნდა მოამზადოთ ამ კვირას. რძის ნაწარმზე მომზადებული უგემრიელესი წვნიანი, ძირითადი კერძი. უგემრიელესი თევზით. ძალიან კარგი იყო. დნარი ყველით, უსიტყვოდ ძალიან გემრიელი და ნუ მოკლედ ჩვენ ყველიერის კვირისთვის მზად ვართ. კი. მე ვარ ირმა კუბლაშვილი, შეფ მზარეული. რომან ყოფილიყავით მზარეული, იქნებოდით? მზარეული პროფესიით არა ვარ, ვარ მედექიმი პროფესიით. ალბათ ვიქნებოდი ისე მზარეული. ისტორია სამზარეულოში, რომელიც არასოდეს არ დაგავიწყდება. 3 საათზე მაქვს სუფრა, 70 კაცზე. პური, მაგ დროს პურს უკვეთავ. ჩვენ დაგვარ პატარა შოთებს უკვეთავ. 3 საათია 15 წუთი ადრე მოვიდა ხალხი და პური არა მაქვს. დავრბივარ გიჟივით. ძალიან ვინერვიულე. 3 საათი და 5 წუთი მომიტანეს პური. და ამოვის მთელი დღე მუხლები მიგანგალებდა. ისი დათმობა გიწევთ თქვენი პროფესიისთვის? ოჯახის. ფაქტიურად სახში არა ვარ. რა ვიცი, მეგობრების აქ თუ ვინმე მოვა და მნახავს. ფაქტიურად ვერსად ვერ გავდივარ. სახედავთ თქვენს თავს 10 წლის შემდეგ. ალბათ ისევ აქ. სამზარეულოში ყოველ შემთხვევაში. ის რაც ყველაზე მეტად მოგწონთ თქვენს თავში. ერთგულება. სტიმულს გაძლევთ.
მოვალეობის მოხდის მიზნით არ მოვდივარ სამსახურში. სიამოვნებას იღებ როდესაც ვაკეთებ კერძს და რამე ახალს სიამოვნებს ძალიან. უას ყველასობას იყვით. სამზარეულო ვიკეთება 11 საათზე. მე რა თქმა უნდა 11 საათზე არ მივდივარ. პირველ საათზე 2-ზე რო შემოვიდეს კლიენტი, უარს ვერ ვეუბნები. ეხლა გიმზადებთ, ეს არის ხოსხორცი, საფერავში და შავ ქლიავში. სამზარეულო არის ჩემი მეორე სახლი.